მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უნივერსიტეტმა 1,100,000 ლარი მიიღო იმისათვის, რომ სრულად რეაბილიტირებულიყო პირველი კორპუსის სახურავი. ფაქტობრივად, რაც ეს შენობა აშენდა, სახურავი შემდეგ არ იყო შეცვლილი. ეს ნიშნავს, რომ 75 წელს ითვლიდა უკვე სახურავი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეიცვალა უნივერსიტეტის სახურავი და ფართობიც არ იყო უმნიშვნელო, ეს იყო 3100 კვადრატული მეტრის ფართობი. დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით არაჩვეულებრივი სახურავი აქვს უნივერსიტეტს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე პროექტი, რომელიც ფაქტობრივად უნივერსიტეტის განვითარებისთვის ასევე სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, ეს არის ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული პროექტი. წელს უნივერსიტეტს ჰქონდა სააკრედიტაციო წელი ვეტერინარული პროგრამების კლასტერის და ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რომ ლაბორატორიები დაფინანსებულიყო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მინისტრი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მან დეტალურად შეისწავლა უნივერსიტეტის საჭიროებები. ამიტომ რეალურად მასთან არც კი დაუჭირვებია დასაბუთება, იმიტომ რომ მოკვლევის ფარგლებში 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა დაადო ყველა რეგიონული უნივერსიტეტის საჭიროება. და აი ეს ვეტერინარული კლინიკა თავისი ინფრასტრუქტურით თავად პარლამენტის კვლევაშია იყო მოხვედრილი. შესაბამისად, ბატონ გივისთან რეალურად არც კი დაგვჭირებია დასაბუთება, რატომ მიმართეთ. და ამიტომ ძალიან სწრაფად მოხდა თანხის ჩარიცხვა, ძალიან სწრაფად ჩაირიცხა თანხა და უნივერსიტეტმა 500,000-ის ფარგლებში შეიძინა აპარატურა, რომელსაც მე ვიტყვი, რომ ვეტერინარიის მიმართულებით შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ერთადერთი უნივერსიტეტიც კი იყოს, სადაც უკვე აი ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურაა. ჩვენ უმასპინძლებთ მინისტრს სწორედ ამ ლაბორატორიების გახსნის პროცესში, მან დაათვალიერა როგორც ლაბორატორიები, ასევე დაათვალიერა სახურავი უნივერსიტეტის და ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ დამატებით გარკვეული მხარდაჭერის დაპირებები მივიღეთ, რაც ასევე ვეტერინარული კლინიკის გახსნას გულისხმობს. უკვე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თუ უნივერსიტეტმა თავის დროზე სწორად წარმართა ეს პროცესები და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვეტერინარული კლინიკა შეიძლება გქონდეს 2026 წლის ზაფხულში. ისე დიდი მოლოდინიც მაქვს ამის, იყო საუბარი საერთო საცხოვრებელზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე. წლებია, თუმცა უშედეგოდ აქამდე არაფერი დაწყებულა, სულ იყო ეს პირობა. სულ საუბრობთ ამაზე. საჭიროება და მე სულ სვამდი კითხვას, რომ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საჭიროა. სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საჭიროა. ახლა უკვე მივიღეთ პირდაპირ პროექტის დაგვეთა. უნივერსიტეტმა დაიწყო პროექტირება სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. თუ ასე ვთქვათ, რამდენი ადამიანზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი ახლა ჩვენ პროექტირების პროცესში ვართ, გადაწყვეტილია ადგილი, გადაწყვეტილია სივრცე და ამას ხელს უწყობს თავად რეფორმა.